მოსამართლის მიმართ უპატივცემულობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ნიკა მელიას ანგარიშზე კიდევ ერთი კანონდარღვევაა. რაიმე კრიმინალს ვერ ვხედავ, თავად ეს კაცი არის კრიმინალი და რამენაირად აიტანოს წყლის შესხმა. ნიკა მელიას ადგილზე რომ ყოფილიყავი, მეც იგივეს გავაკეთებდი. ადამიანი, რომელიც ესე თვალის დაუხამხამებლად უშვებს პოლიტიკური დაკვეთით სხვას ციხეში, წყლის შესხმაზე მეც იმსახურებ. დაჭერილი კაცია, ხა არ მინდა რაღაცის გაომივიდეს დაკავებულ ადამიანზე, თუმცა მისი საქციელი ქმედებები, რა თქმა უნდა, არის არაადეკვატური. ამ ტიპის ქმედებები მოსამართლეს წყალი შეასხა, მიხვიდე ვიღაცას აგინო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო და ამას ახალისებდე და ტას უკრავდე, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ძალადობას ყოველთვის მოყვება ძალადობა. ერთადერთი ნიშა, რაც ნიკა მელიამ ნახა პოლიტიკაში, არის ეს ექსტრემიზმი. ალბათ გაიხსენებთ თითოეულ მომენტს, როდესაც მან პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა სახელმწიფოს და კანონს, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის მოხსნა და გადაგდება და ამ შემთხვევაში მოსამართლისთვის წყლის შესხმა, რაც უფრო მეტ კანონდარღვევას ჩაიდენს, მით უფრო მეტი ბრალი იქნება მას წარდგენილი. ნიკა მელია გამორჩეული არის როგორც კრიმინალური ისტორიებით, ასევე პროვოკაციების ცდელობები და ფაქტობრივად კრიმინალური ბუნება და პროვოკატორობა მის სავიზიტო ბარათაცაც კი იქცა, მაგრამ სინამდვილეში ის რა თქმა უნდა თლიანად რადიკალურ ოპოზიციას განასახიერებს და ეს არის მთელი მათი შინაარსი დგას კრიმინალზე და პროვოკაციაზე.